მოგესალმებით. ამ ვიდეო რგოლის გაკეთებისაკენ მიბიზგა დღევანდელმა დამამძიმებელმა გარემოებამ. სულ გამოცილმა ქართულმა რეალობამ და როგორც ჭაბუ ამირეჯები იტყოდა, ფოჩიან კამფეტებზე გაყიდულმა ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა. მინდა ნამდვილი ქართველის, ვანო ცინცაძის, ქართული სულის კვეთებით გაჟღენდილი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც სეზმიწევნით კარგად აღწერს დღევანდელობის ადგილას. და სანამ ლექსზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლო და დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში. აი რომ მართლაც დაგვიწყებია ყაზბეგის დანაბარები. აღარც კი გვახცოვს ვისი გორისანი ვარ და ღვთისმშობლის ნაკურთხ ფესვებზე დღეს სიბილწის, ბოროტების, ავხორცობის ხე აღმოცენებულა. ნაყოფის გამოღებასაც ცდილობს ესხედა სანამ ჯერ კიდევ მხოლოდ ისტორიასგა შემორჩენილა ქართული გენი. მინდა რომ ამ ვიდეო რგოლით უმორჩილესად გთხოვო და მოგიწოდოთ ჩემო მეგობრებო, რომ კიდევ ერთხელ გამოვხიზდეთ, ერთ მუშტად შევიკრათ. მასონური იდეოლოგიის გამტარებლებმა მიზანმიმართულად შექმნას ხელოვნური გარემო იმისათვის, რომ ადამიანებს უარი გვეთქვა სულიერ რესურსზე, ეროვნულ ღირებულებებზე და იმ ადამიანურ ფასეულობებზე, რომლის გარეშედაც მხოლოდ ჰომო საპიენსის დონეზე 46 ქრომოსომიან ბიოლოგიურ უჯრედად მოვიაზრებით. მასონური კარგად შეფუთული გეგმა სახელწოდებით უსულო ადამიანები ნაწილობრივ წარმატებულადაც კი განხორციელდა. ადამიანებმაც გეზი ვიცვალეთ. ცხოვრების დანიშნულების ძიება ხორციელ ნებასა და მიწიერ კეთილდღეობაში დავიწყეს. ედროს ეროვნულ სადარაჯოზე მედგრად, ამაყად, გაუტეხლად მდგარი ქართველი კაცი კი დღითი დღე უფუნქციო, უქარქაშოდ დარჩენილ, დაჟანგებულ, დაობებულ გორდას გაგვაგონებს. გავამართლებთ შილერის მოსაზრებას, რომ კაცობრიობას შიში და შიმშილი მართავს. ჩვენი მთავარი რესურსი ხომ ყოველთვის სულიერებით იყო გაჟღენთელი და ამან განაპირობა ქართული რეალობის დღევანდელობამდე მოტანა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერია დაეცა, იმპერია, რომელსაც ისტორია თითქოს და უსასრულობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა უსულო დარჩენილს მხოლოდ ბუტაფორიული ფუნქცია დაეკისრა და ადვილადვე განადგურდა. საპირისპიროდ ისტორიულ პარალელს თუ გავავლებთ 9 ხერხეულიძის, 100,000 მოწამის, 300 არაგველის და ვინ მოსთulis კიდევ რამდენი ქართველი მამულიშვილის სისხლით მორწყულ მიწას სულიერი ფესვები ამაგრებდა. რისი დაკარგვის საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს დღესდღეობით. ალბათ მეტნაკლებად მიხვდით ჩემი ვიდეო რგოლის არს, მის დანიშნულებას. და კიდევ ერთხელ ახალგაზრდებო მინდა უმორჩილესად, უთბილესად გთხოვო და მოგმართოთ, რომ ნუ დავივიწყებთ ეროვნულ საგანძურს, ენას, მამულს, სარწმუნოებას და მიწიერ კეთილდღეობის მონობაში ნუ დავყოფთ, ნუ დავკარგავთ მიწიერ სოფელს. ერთს აღარ მოგაწყენს თავსაუბრი და დაპირებულ ლექსს წავიკითხავ. ვანო ცინცაძე. რატომ დავდივარ ასე მტირალი? რადგან მიცინის სახე და პირი, მე დღეს გადამწვეს როგორც პირალი დამოტყუებულ ცხოვრებას ვსტირი. არეული გვაქვს გზა და ბილიკი, გული დარდისგან ყნესის და ოხრავს, სასახლეებად იქცა ბირლიკი, ქართველები კი ნატურლობთ ქოხმახს. ტაშის ხულარი და გაჩიანი ჩახჩახებს მუდამ ხამით თუ დღისით და საქართველო ასე მზიანი მართლა ჩვენია თუ არის სხვისი. ერის კაცობა დაგმობილია, ვეღარ ვატოკებთ მხრებსა და მკლავებს, ალბათ საფლავში დარდობს ილიას საქართველოს, რომ ქართველნი კლავენ. ერში სიკეთის არ ვართ მთესავნი, ჩვენი ცხოვრების მოდამ აკვირვებს, ჩამოთესლილი ზის მეფესავი და ქართველი ყავს მოჯამაგირედ. წამსვლელს და მომსვლელს ფეხ ქვეშ ვეგებით, გული ყველასთვის რომ გვაქვს კარგიად, აკვირდებიან უცხო თესლები, ქართველები კი სადღაც გარბიან. სახლიდან სადღაც გაგვირბიშვილი და წინ ვიღაცა უცხო უძღვებაო, ხმერთო სულ ძილი როზღა, გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება. ჩვენი გოდება როდემდე გასტავს, როდემდე ვგავდეთ მშიერ ბებერ მგლებს ალბათ საფლავში, არ ძინავს ვახტანგს, არ ძინავს დავითს
თამარს, ერეკლეს. დაჟანგებულა ხმალი ხანჯალი, დადუმებულა ფარი და შუბი, არ ყავს მეფე და არ ყავს სარდალი და უკუღმართ ბედს, ვაწვევით შუბლით. ვაი, სირცხილო ძმანო ქართველნო, როგორ დავყარეთ ყოლამ ფარხმალი, ვაზი არ ყვავის, რთველი არ თველობს, თავს გვაზის ყველა ბრიყვი ახვარი, ყველამ გძლია და ყველა გვაშინებს, ყველამ გვაჯობა ჭკუით გონებით, ვერაგი შაჰის ჯის და ნაშიერს აფსუს, უომრად რომ ვემონებით, დავკარგეთ გონი, აზრი და თვალი, დავკარგეთ სული დღეს ჩვენ და თარსად, ერთ დროს ჰამაყი ქართველი ქალი აყროლებულს ყავს გომურში ხასად, წინაპართ აძლევს, გააქვთ ზანზარი, დროა შევიკრათ ყოლა ერთ მუშტად, დღეს თუ იყიდა უცხომ ბაზარი ხვალ, საქართველოს იყიდის მუქთად, ქვეყნად, ხიმლის კაცად მოვედი, და დღეს ცხოვრებას განუდექ გვერდზე, დავდივარ ერთი მწირი პოეტი და ჩემს მიწაზე, სამშობლოს ვეძებ. ოცნების ზღვაში ვეღარ დავცურავ, აღარ მიცინის სახე და პირი. მე დღეს გადამწვეს როგორც ნატურა და მოთხოვებულ ცხოვრებას ვსტივ.